აჰა. კარგია. მე უნდა მივარდეს თავში. მოკლედ. ვერ ახსნი რატომ გადავწყვიტე, თუმცა რაც თავი მახსოვს, რაღაც ამოუხსნელი მიზეზებით, ყოველთვის მინდოდა ესპანური ენის სწავლა. ჩემი ესპანურის დონე ორ შაბათამდე, სანამ სწავლას დავიწყებდი, მარტივად რომ ახსნა, შემდეგნაირი იყო. აი ადრე სერიალი რომ გადიოდა ფარული უნება. მაგ სერიალის ერთ-ერთ საუნდტრეკში იყო ესეთი ტექსტი. შემდეგნაირად იწყებოდა. უეჭველად გემახსოვრებათ. ბევრი გიგინებდა ხოლმე იმ პერიოდში და მათ შორის მეც. ხო და სულ ახალხან გავიგე რომ თურმე ამ ფრაზას არასწორადაც გამოვთქვამდი და თან ვიღაც კაცის მიმართ ტოლვის გამომხატველი ფრაზა ყოფილა. ცოტა შემრიცხვა. შინაარსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა მე მდედრობითი სქესი მიზიდავს. ბევრი რო არ გავაგრძელო, ეგ იყო ჩემი დონე. ახლა უკვე მეათე დღეა, რაც Duolingo-ს ჩაავჯექი და ვატყობ უკვე სხვა დონეზეა. აჰო, Duolingo არის ენის შესწავლის აპლიკაციაც და ვებსაიტიც, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ახალი ენების შესწავლაში ინტერაქტიული სავარჯიშოების საშუალებით. იგი გთავაზობთ მოკლე გაკვეთილებს სათამაშო დავალებებით, როგორიცაა თარგმანი, მოსმენის გაგება და გრამატიკული სავარჯიშოები. გეიმინგის ელემენტები, როგორებიცაა ქულები, დონეები და ყოველდღიური შესასრულებელი მისიები, მომხმარებელს ეხმარება მოტივირებული დარჩეს და რეგულარულად განაგრძოს სწავლა. მისი დახმარებით ბევრი ენის სწავლაა შესაძლებელი, მათ შორის ინგლისურის, ესპანურის, ფრანგულის და გერმანულის. უფასო ვერსიის გარდა არსებობს ფასიანი, სუპერ ვერსია, რომელიც საშუალებას გაძლევთ რეკლამებისა და დაბრკოლებების გარეშე შეძლოთ სასურველი დავალებების შესრულება. სუპერ ვერსიის ღირებულებაა თვეში 14.99 евро. ან ერთწლიანი subscription-ის ყიდვის შემთხვევაში 77.88 евро. სამწუხაროდ Duolingo-ს არ გააჩნია ქართული ენის მხარდაჭერა და თუ რომელიმე ენის შესწავლას გადაწყვეტ, აუცილებელია სხვა რომელიმე უცხო ენას ფლობდეთ. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ესპანურს გერმანულად სწავლობ. მოკლედ, ეს Duolingo კაი აზარტული რამე ყოფილა. არ ვიცი აქედან რა გამოვა, მაგრამ გადავწყვიტე 50 დღიანი სტრიკი, როგორ ჯერ? ანუ სერია არ ჩავაგდო და ყოველდღე მივყვე სასწავლო პროგრამას. ყოველი კვირის აპდეიტს მოკლე ვიდეოების სახით მოგაწვდით და ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ. საერთოდ ღირს თუ არა ენის სწავლის ამ მეთოდის გამოყენება. ძალიან მაინტერესებს თქვენ თუ გისარგებლიათ მსგავსი მეთოდით ან რომელი ენის შესწავლა გიცდიათ. გამიზიარეთ თქვენი პრაქტიკა კომენტარებში, რას მივაქციო ყურადღება, რაზე უფრო ნაკლები აქცენტი გავაკეთო დასაწყისისთვის და ასე შემდეგ. სულ ეს იყო. Hasta luego!